ნინო, ახალ ყემალზე კაი ამბავი თუ არა მე დედამიწას. არა. ეღოდეს ალუჩა, მოვიტანეთ დღეს. ალუჩა, დედა. შეხედე, ეს მოვხარშეთ ახლა. უცებ სახელდახელოდ გავაკეთებთ აგერ. რა კაია. ომბალოც მოვიდა, ნახე, ძვილა მოგზებნე ისეა. ნახე, ხო იცი, მწვანე ყემალს უმატებ მარტო ომბალოს. მართლა? ხო, წითელს არა. წითელსაც უხდება. ცელოფანი მქონდა გადაფარებული, ნიო და ნახე კი წამოვიდა, მაგრამ ჯერ ყვავილი არა აქ რა თქმა უნდა. ძლივ წამოხოხდა. ნინო, რატომ არ აქებ რაფერი ქინძი დაგახვეწ? ზურიკო გადასარევი ქინძია, როის დავთესე იცი? ხო. თებერვალში. აი ამას ცოტა ხანი უნდა აი ნამდვილი ტყემლის კი ცოტა ბურთულებს რო გამოიღებს. აი ახლა ნუ პრეტენზიობ რაფერი ავაყავეთ. არა, არ პრეტენზიობ, კარგია. სუნიც კარგი ექნება, მაგრამ აი ნამდვილ ტყემას რო უნდა იყოს უფრო მეტად აკატრებული. მე ხლა მე აი ახლა როგორმე ამ ფერითაც ქენი. ვაკეთებ. რატო არ იმჩნევ რაფერი ყვავილები და გახვედრე რა ამბავში ვარ შეხედი აგერ ბულდონეჟები აგერ ერთად ხო ვერ ყველაფერს და მაცადე მიმოვიხედო აქ ეთიკეთ გადავირიე. ამაზე მგიჟდები რა სუნი აქ. რომელცა რა კაი. ჟასმინი ხო? დღეს გავაკეთოთ ახალი ტყემალი. დიახ. შემწვარი კარტოფილი იწვება ტაფაზე დავყარე შენს მოსვლამდე. ნათიებს თქვა შევწვავო და გამოვაცუნცულოთ და ახალი ტყემალი კაი ქინძით და ომბალო და ლაგოდეხის კიტრია, ერთი დიღმისა, ერთი ლაგოდეხის ნათია მეიტანა დღეს ბაზრით. თავარი დაგავიწყდა, რაც ამას ყველაფერს უნდა. გურული სუნელი. გერმანელი სტუმრები მყავს და გიჟდებიან, მებაღები არიან, თუ რამე ვიცი, მაგრამ მასწავლა ნინო. ვა, მოწონთ ეს გემოები აქაური. იცი რა, ეუცხო რომ გითხრა გიჟდებიან, მეთქი არა, შემწვარი იმის ნიგზიან ბადრიჯანზე, მეტი არაფერი არ მოწონს. იმ გურულ სუნელში. გლიცინები დამთავრდა. გლიცინები მიცვივა მაშინ, მაგრამ რა უშავს. იჭმა გლიცინიას ყვავილი არაა მომწამლელი აფეია. იჭმება? კი. ზურა ეხლა ყვავის აკაციაც. აკაციაც. და აკაციის ყვავილის მჟავე გაგიგია? ამიგონია, მაგრამ არ მინდა აკაციის ჭამა, რატომ ჭამო აკაცია? ხო, რა ვიცი, და ფუტკარი რო ჭამს რა მაგარია. აკაციის თაფლი. აკაციის თაფლი. რატო უკინქილებს ასე? რომ არ დაადგა საშველი გამოდარებას. აუ, დღეს ესე იგი გვექნება ნინო, ახალ კეთილშობილი კარტოფილს სადილი. დედია მიაყოლებდა ტყიმას. ღვინოს. ბაბუა რომ დაგვისხამდა სადილზე სულ იყო ღვინო. ხო. დედიაც გაუწევდა ჭიქას. ხო. მოწონწულობს? ხო. და რომ არ გონებოდა ჩვენ, რომ არ გონებოდა რომე ესი ამოვნება დედიას ღვინო, წყალს დაკრავდა ჭიქაში, წყალღვინოს დალევდა. აჰა. და რას ამბობდა იცი? ექიმა დავინიშნო. აი, დედია ექიმა დამინიშნა ბათუმში. ექიმა დამინიშნა ბათუმელი ექიმი აძლიერებდა ემოციას. რაფერი ვარდები აგერ ნახე, რაფერი სუნიანი, ნინო, გაგიჟდები. რაფერი ვერბენები, რაფერი ყვავის ნახე. მაისის ვარდები. ვერბენა იწყებს ახლა. აგერ შეხედე რაფერი ხვიარები მაქვს მომარაგებული. ახლოს მე ვიწყე რომ ლამაზად ვიყოთ. ამას კამაც ხომ უნდა ნინო, თუ კამა იმას. ახალ კარტოფილს. როცა შესანახტყემას ვაკეთებ, ქინძის აკატრებული ქინძის ტოტებს და უმბალოს კალათებს ულაგებ ძირზე და მერე ვაყრიტყებ. უხდება ძალიან ახალ კარტოფილს. და რაფერ დაბრაწულა? შენ გენაცვალე და კაი გამოსულა. რაფერი ძეწყვები გაგიკეთებია დღეს და რაფერი ყურსაკიდეები და დღეს ოქროებში ხარ. ხო უნდა გამოვფინოდეს მე. ჩემი ოქრო ვერცხლი. ჩემ ბიცოლას ქონდა ბურთულებიანი სახურეები. ხო, ციგნებს რომ ეკეთა იფერი. ხო, მაშინ ფათაშორის ცოტა ქალს ეკეთა ქართველს. ხო. და ბებია ჩემი ეკითხებოდა, მაინ ფლათოქროა თუ შითხაიერია? ფლათოქროა თუ შითხაიერია? იქ ფლათოქრო რო ყოფილიყო ჩამოგლიჯავდა ყურებს. აი დოსკა დედა ჩემმა მაჩუკა ბახმაროდან ჩამომიტა. მეც მაჩუკა. ერთი ცალი. კი. მე დოსკა მაჩუკა და ქვიჯა. ახალი. ფილთაქვა, ხო, დოსტების გათლილი. აი თაფა გამევიდა. შენ გენაცვალ. მზათა ხაზირია შესანელებლად. ნამდვილი ქართული ნიორია ნახე, რაფერ შევინახე ნინო. ნაცარში მქონდა შენახული. მეწინააღმდეგება არ უნდა გარეთ მუშაობა. პროფესიონალურ სამზარეულოში უნდა, მაგრამ ასე ლუსტრებიდან იქ მორთული. ტექნიკა თანამედროვე და არ მემორჩილება, არა. მყავს და ჩულტარებს მასტერკლასს. ჩემი გერმანელი მებაღები თუ რამე ვიცი, მებაღეობაში ბევრი რამე იმათმა მასწავლეს. ზურა, გერმანელების თავმოსაწონი საჭმელი რა არის? შვაინჰაქსე. რა არის მაგ? რა არის და ღორის ბეჭი. და ცხელი მშავე. მოაქვს მაგას არ გადამედი ერთი. არის მე არ მიყვარს. ხოდა ჩვენ ჩუუტაროთ ახლა დღეს გემოეთ. შენ გენაცვალე ამას გემოიქნება. ზურიკო.
ეხლა მწვანე წიწაკას ავაყრი და წვრილად დაჭრილ კამას. მაგრამ ზოგს რო ეს კამა არ უყვარს. ამის garaში რაფერი ვარგებს ნინო, არ ვარგებს. ხო არა, მე უმატებ აუცილებლად. დაღერღილიც უნდა? აბა, ნახე რა ლამაზია თან იცი. ამასო დაღერღილ წიწაკას მოაყრი. ნახე? всё, მაგრამ ძალიანაც არ მინდა რომ დამიმწარდეს. ცხარეა ძალიან და ნახე რა ლამაზია და ეხლა უყურე. აი, შედარებით წვრილი ხელის რომელიც არის. ამაზე კაი საჭმელი არაა დედამიწაზე, ნახე. ეხლა გამისიჯეშე და მარილი მითხარი შენი გემოვნებით დავამაგებ თუ არა. აი მომე. ესეც გოუმზადები და მოვასხა მაგას თავზე. რაღაც 2 წელი და მიდევა. დაასხი. მარილი უნდა. მარილი უნდა. მარილია შაქარ უნდა ბატამ ჟავია. ტიტუ. არა და ალუჩა რატომ დაიყვეს ახლა ალუჩა? არა, კაი დამკბარი ჯერ და არა, იმიტომ. წვიმებია სულ და. გურულის სუნელი. კიტრი. ახალი წემალი თუ გინდა ბჟოქორა იყოს, მაინც კაია და ამას წიწილიან გოჭი მოუხდება. მაგის ამის გარშეც კაია. ამაზე კაი, ვისაც უნდა იმან ჭამოს. ზურკო ნახე რა კაი ფერი აქვს. ტიტუ რა ხვასხასაა? იცი რა არის? რო ადუღდება მაშინ უნდა გამოთ როგორც შერბება, თორემ დიდხანს რო ხარშავ ალუჩას მე ფერი ეცლება და ყავისფერი გამოდის. ნინო, მაიოქროები არ ჩაგივარდეს ალუჩა. არაფერი მჟავი არ არის. ალუჩა ის ყო არ არის მურაბა. ნინო, ყურსაკიდები არ ჩაგივარდეს მაშინ. ჩახანაში. დევიღუპე. რაია, მჟავია? არა, ძალიან კაი. არ რო ჩამივარდეს მეთქი ჩემი ოქროულობა. კაია, ნინო, მაი 1 კილო გვეყოფა. გვეყოფა ხო, აბა რა. ხედე რა ფერი კარტოფილი გვაქვს. ჩემო ბატონო. ლაგოდეხის კიტრები. და ეს ის საღამოს ვახშამი იქნება. თან გურული სუნელი. სანის ვახშამი არ ვიცი, მაგრამ ხილად კაია. უკეთესი რა უნდა იყოს. აპეტიტზე მეიყვანს რომ მისცი ახლა საშუალება თელი დღე იქვან კრუშა ლამაზია. აი, ნახეთ, გევიგეთ ყემალია. გემრიელია. აი, გევიგეთ ჟავია, პირში არ შეიძლება. არომატი არის და ის გემოსაღწურე. გამაჟრიალა, მეტი რა უქნა. არა, ცოცხალია და ახალია და ნედლი.